ახლა გადავიდეთ მონოლითურზე. მონოლითური პოლიკარბონატის ზომები არის 2.05, 3.05-ზე, ანუ 2 მეტრა და 5 სანტიმეტრი, 3 მეტრა 5 სანტიმეტრზე. ეს არის სტანდარტული ზომები, მსოფლიოში ყველგან ეგეთი ზომები. მონტაჟის შემთხვევაში რა გჭირდება? ნუ, აქ არ არის საჭირო არც ლენტი, არც დაბოლოება, იმიტომ ეს არის მთლიანი მასა. აქ უნდა გავითვალისწინოთ სწორი მხარე, როგორც ფიჭურის შემთხვევაში, ანუ არის გამჭვირვალე ფირი, არის წარწერებიანი ფირი და უნდა დავიმახსოვროთ წარწერებიანი ფირი რომელ მხარესაც არის, ეს არის მზის მხარე, მზე მაგ მხარეს უნდა ხვდებოდეს. შემაერთებელი, როცა დავუშვათ ვაერთებთ, ხო, ფილებს ერთმანეთში. უნდა დაუტოვოთ ამ შემთხვევაში ლუფტი აუცილებლად, ანუ აი ავიღეთ ჩვენ ახლა ეს და ვაერთებთ, ხო? კონსტრუქცია. აქ ვუტოვებ ლუფტს, ნახეთ. აი აქ მე ახლა დავუტოვე თითო მილიმეტრი ნახევარი ლუფტი, რომ ზაფხულში +40 სიცხეში რო კონდეს გაფართოების ადგილი და ასევე როცა ჩვენ უნდა დავაშორებოთ თვითონ პოლიკარბონატზე სამარესზე რამოდენიმე 1 ან 2 მილიმეტრით, 2 უფრო რეკომენდირებულია დიდი ნახვეტი იმისთვის, რომ იყოს თერმული გაფართოების ადგილი. ნუ რა თქმა უნდა, აი როგორც აი აქ არის ნახვეტი დავუშვათ. ეს ფარავს მაგ ნახვეტს ჩვენი შაიბა, ეგრეთ წოდებული თერმოშაიბა და არანაირი წყალი არ მოხვდება ჩვენს არანაირი წყალი არ გაჟღავს აქედან.